მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, ეთერშია პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად და დღეს ძალიან საინტერესო სტუმრით გიერთდებით. ჩვენთან ერთად არის სტუდიაში ასე ყველაზე საინტერესო და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი და მსახიობი, უარყოფითი როლების ოსტატი ბატონი ზაზა სალია. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედით ჩემთან, გამონახეთ დრო და მოხვედით და დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად ასე ვთქვათ, გადასაღები მოედანი, რა ხდება გადასაღებ მოედნებზე, როდესაც ჩვენ მგონია რომ თქვენ ძალიან ბრწყალებში ცუდი პიროვნება ხართ და ამ დროს რა ხდება გარეთ. და ანუ გადასაღებ მოედნის სანამ გადაღებები დაიწყება და ანუ რა ხდება, როგორი ურთიერთობებია სხვა მსახიობებთან და ასე შემდეგ. და ანუ როგორია კაცს მიღმა ზაზა სალია და როგორია უკვე ფილმში. და რამდენად შესაბამი როგორი ხარ ცხოვრებაშიც ისეთი ხართ, როგორც ფილმში? არა მგონია. რა ვიცი, ბევრი სამეგობრო მყავს დიდი და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რა. ფილმის გადაღება თქვენ გაინტერესებთ, კულისებს მიღმა, ეს მთელი პროცესია. ზოგადად გადასაღებ მოედნამდე დიდი პროცესია თვითონ ფილმის გადაღება. შეხვედრა, სცენარის დამუშავება, როლების მიხედვით, რეპეტიციების გავლა, თუ რა ხდება გადასაღებ მოედანზე, მანამდე სამაგიდო სამუშაოებში ჩვეულებრივად მინის რეპეტიცია თუ რა უნდა გაკეთდეს, შემდეგ იკრიბება გადამღები ჯგუფი, ეს არის როგორ გითხრათ, ქალაქში კიდე ერთი ქალაქი რა, თავისი საკვები ობიექტით, თავისი სამკერვალოთი, თავისი ჩაცმით, დახურვით, მთელი მომსახურე პერსონალით, რაც ფილმში ჩანს, იმის გარდა დაკავებული არის იმ ფილმის გამოშვებაზე, ამ პროდუქტზე მუშაობს ალბათ სამი იმდენი ხალხი. რასაც ქვია ხმის რეჟისურა, რასაც ქვია პასაციის მოგება, მოკლედ მთელი პროცესია რა. სანამ დაიძახებს რეჟისორი მოტორ, მანამდე არის მთელი დიდი პროცესი. და შემდეგ ხდება ამ პროდუქტის ფილმის გადაღებისთვის და მერე იწყება ამ ფილმზე კიდე მსახიობების გარეშე მუშაობა, რასაც ქვია ფერის დამუშავება, ხმის დამუშავება და ასევე სპეციალური ეფექტები და სხვა. კი ბატონო, რასაც მაყურებელი ხედავს, იქამდე არის ძალიან დიდი პროცესი. ზოგადად ფილმის გადაღება ჯდება ძალიან ძვირი. და კარგი ფილმის გადაღება კიდე უფრო მეტად ძვირი. თუ გინდა რომ მიაღწიო შედეგს და ხარისხიანი პროდუქტი, მას ჭირდება ფული ჭირდება, აი რო იქირაო ვისაც მიკროფონი უჭირავს. ლომი ასე ვთქვათ. ლომი და მაგის გარდა ხმის რეჟისორი კიდე ცალკე არის, ეს პეპლიჩკას რო ეძახიან, კეთია. მაგას ხმის რეჟისორი გიყენებს. ეს ერთი დეტალია, მერე ცალკე ოპერატორი, იმ ოპერატორს თავისი თანაშემწეები ყავს, ხმის რეჟისორს თავის თანაშემწეები და მთელი დიდი პროცესია ფილმის შექმნა. უბრალოდ ხა მე თეატრშიც ვარ და განსხვავდება, ხა თეატრი მაინც
რეპეტიცია და მე სპექტაკლზე იბადება ის პროდუქტი, რასაც სპექტაკლი ქვია თვითონ. აქ იღებ რაღაც მონაკვეთს იღებ თუ რეჟისორს არ დააკმაყოფილა ეს, შემდეგ იწყებს მის დამუშავებას, გაძლევს შენიშვნებს, იწყებს ისე თავიდან გადაღებას. კიდევ არ დააკმაყოფილებს, კიდევ თავიდან და სანამ თავისთვის იდეალურ შედეგს არ მიაღწევს, მანამდე შეუძლია ეგრეთ წოდებული დუბლები იმეორებს. იქ ეგეთ რამეს ვერ იზამ თეატრში. სპექტაკლი რომელიც შენ წინ მაყურებელი რო ზის, იწყებ შესაძლებლობა არა, იწყებ და გადიხარ ბოლომდე რა. აი ერთი კითხვა მაქვს, რამდენად თქვენი პერსონაჟის სახელით მოგმართავთ აი ამ შემთხვევაში. ცხელ ძაღლში გახსოვთ ალბათ ცხელი ძაღლი, დიახ, და მისი გადაღების პროცესი. აი რამდენად ბუნებრივი იყო რამდენად ბუნებრივია ცხოვრებაში ზაზასალია და რამდენად ბუნებრივი იყო ცხელ ძაღლში ბოგდანა. აი მე მქონია ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც ვთამაშობ და ჩეჩნეთთან მქონია ურთიერთობა და რაღაცეები იქიდან ავიღე, რაღაცეები წარმოსახვით და რაღაცა გამოვიყვანეთ რა. და ფაქტი სახაზიას ხალხს უკვე ძალიან უყვარხარს და ძალიან მოსწონს. სიყვარულით არ ვიცი რამდენად უყვარვარ, მაგრამ რაღაც გმირის სახეობა შეიქმნა. აი ქუჩაში რომ მოძრაობთ, გცნობთ ადამიანები, ან გეძახიან მოგმართავენ როგორც ან ბოგდანა, სხვა სახეობა. სხვათა შორის მე ხშირად ვერ ვცნობ. ბევრი ჩემი მეგობარი მსახიობი, რომლებიც ერთად მოძრაობთ ხოლმე, ხანდახან იმათ უფრო ცნობენ ვიდრე მე. მე უფრო ვერ ვცნობენ, პირიქით ვეუბნები, ხედავ რა მაგარი ვარ, ვერავინ ვერ ვცნობს მეთქი, რომ მე ისა ვართო და თქვენ გცნობენ მეთქი. აი ცოტა უცნაური კითხვა მაქვს ბატონო ზაზა. ცხოვრებაში უფრო საშიშია ზაზა თუ სერიალში ამ ფილმში? არა, საშიში, საშიშროებას მე არ წარმოვიდგენ არავისთვის. აი როგორ გაიხსენებდით ქუჩის დღეებს, როგორი მუშაობა იყო და როგორი სტაფი იყო ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თქვენ თამაშობთ იქ ადამიანს, რომელიც არის დამოკიდებული წამალზე. კი ბატონო, წამალზე დამოკიდებული და თან პოლიციასთან არის შეკრული. საერთოდ ვისთანაც მიმუშავია ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც რეჟისორები და როლები მომიგროვდა, მაგრამ ეგ რეჟისორი კოღუაშვილი ვისთანაც მიმუშავია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძლიერი და იცის რა თავის პროფესიონალია თავიდან ბოლომდე. ძალიან ძლიერი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო რეჟისორია და ძალიან ძლიერი პროფესიონალია. ახლა მე ახალგაზრდობაში კიდე ჩვენ ყველას ამოვლილი გვაქვს ცხოვრების შიგან მომაჭიდეობდა შორიდან მაინც არ დანახულია დამოკიდებული ხალხის ცხოვრება და ასე თუ ისე ვერ გვეობდი მაგაში. როდესაც ხოვა კოღუაშვილმა გამიბარა და მითხრა რომ რეპეტიცია გაგვევდა. ეს ისეთი როლია, რომელიც ბევრია მსახიობი აღშეცადეო და ვერ მივაგებია ჯერჯერობით არ მაკმაყოფილებს მათი შესრულება. როგორც გავიარეთ პირველი რეპეტიცია, მითხრა რომ დამტკიცებული ხარ შეფარგლზე და
უკვე გადაღების პროცესი. გადაღების პროცესი იყო საინტერესო ძალიან ერთი ისეთი საინტერესო ის მოგვიხდა სიტუაცია, რომ ჩხუბის სცენარი დიახ. ეს ჩემთვის რო უთხარი. დიახ, თქვენ ვიდით რა ხართ. ხო, დიახ. ისეთი კადრია, რომ არ ჩანს ესეთი კოლმაუნაურის ბაზართან არის გადაღებული რუსული სკოლა. კი, ვიცი და იქ და ამ სცენას რო იღებდნენ, კამერა იდგა აქეთ ხარეს. იქ ეთყობა დაავიწყდა წინ გადაკეთვა. და რო ატყდა ეს ჩხუბი, შუა ჩხუბის დროს შემოვარდა პატრონი. ეს სააკაშვილის დრო იყო, შემოვარდა პატრონი. ვერ დავინახეს კამერა, რომ გადაღება არის. და ეგონა რომ ნამდვილი ჩხუბი მიდის, აი მოვიდნენ, შემოვარდნენ და მე იქ აქტიურობდი რა და იძახდნენ, აი ეს უნდა წავიყვანოთ ახლა. ესე იგი გადაღების მომენტში კინაღამ დაგიჭირეთ. ნარკოლოგიურში. კინაღამ დავიჭირეს კი არ ნარკოლოგიურში დამიყვანეს რაც. ანალიზის ასაღებად, რომ იქ რა იქსაო მე დავინახე რომ ჩხუბი იყო, გავატარებ რა იქ. კომპიუტერში და ეხლა ამას ვერაფერს ვერ უზამოთ, ეს კაცი უნდა შემოწმდეს. გინდა გადაღება გქონდეთ და რაც გინდა ის გქონდეთ, უნდა წავიყვანო შემოწმო და მოვიყვან მერე უკან, წამიყვანე, ჩავაბარე იქ ანალიზი და მომიყვანეთ უკან. გავხდეთ გადაღება. ესე იგი პოლიციამ ჩაშალა ასე ვთქვათ გადაღების პროცესი. გადადო 1 საათი ნახევარით. აჰა. იგი ფაქტია რომ ძალიან ბუნებრივი გამოვიდა ის ჩხუბის სცენა რაც აღბეჭდილია კადრებში. მართლა ჩხუბობდით. კამერა ისეთი მძნობიარე რაღაცა თუ არ გაკეთდა მართლა მით უმეტეს დღევანდელ დღეს ნუ გამოჩნდება რომ ფალში არის და ტყუილი გაიყიდები ხარისხი აღარ იმარგის ვითომ არ გამოდის კამერასთან უშავ. და კამერა უფრო ასე ვთქვათ გახატავს. თუ ხდება მართლა უნდა მოხდეს იქ და იქ მართლა ჩხუბობ რა იმ სცენაში. ანუ ჩეკის მართლა დაარქეთ. კი. აი ქუჩის დღეების გარდა სხვა სერიალებიდან ან ფილმებიდან ხო ვერ გაიხსენებდით აი წყალებში კლიჩევოი მომენტებს რა რასაც ქვია ანუ ყველაზე საინტერესო და უცნაური მომენტები რაც თუნდაც ზაფხულით გადაგხმენოდა. ხელი ძაღლი ტიფლისი იყო მე დიახ. ტიფლისი იყო სერიალი რომელიც აი საქართველოს პირობებში ალბათ იდეალურთან რაღაც მიახლოებული რა. გადასაღები მოედანის კარგი ანაზღაურებაც კარგი იყო და ისეთი ხარისხიანი ის იყო კამერა თვითონ საოცრად ის ხარისხიანი სერიალი გამოვიდა. აი თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა, ცოტა გოდის მოვხდი ამ კითხვისთვის, მაგრამ აი ეგეთი შემთხვევა თუ გქონიათ, რომ აი გაუგებრობა მოხდა და რეალური იარაღი აგიღიათ შემთხვევით გადაღების დროს ან რაღაც რეალური მოხვედრიათ ხელში. არა, რეალური იარაღი ვინ მოხსენს იქ მოწდება პოლიციას მოაქვს. იარაღი და ის ამოწმებს და ის გაწმებს იარაღს. როგორ ახლა მე რო კოშკას რო ვესვი იქ. იქ რო რეალური იარაღი მჯერო და ხო მოგვადი იმას გახმაყურად. გახაცა კაი ადამიანია. ძალიან კარგი. აგა მურიცხულია იქ. რამოდენიმე კაცი ამოწმებს იარაღს. პოლიციიდან იმ იარაღს მოყვება თავისი ინსტრუქტორი და იმ იარაღს სინჯავს ერთი კაცი მეორე კაცი რომ შიგნით ხალხს დაიტყვიადებს თუ არა და ძალიან იმის ქვეშ არის რა კონტროლის ქვეშ არის იარაღი
ნამდვილ ტყიას ვინ ჩადებს გამორიცხული. ჩვენ გვახსოვს ალბათ იმიტომ ვიკითხე რომ ჩვენ გვახსოვს ყველას ფილმი ყორანი. სადაც ჯოსლიშვილი თამაშობდა და შემთხვევით ება ეგეთი, მაგრამ ჩვენთან მე საქართველოში არც გამიგია ეგეთი რამე. არ გასწორდება შემთხვევა. გამორიცხულია. ჩვენთან გამორიცხულია. ეხლა კიდე ისე კინოინდუსტრიაც ჩემი აზრით ვერ არის სათანადო დონის საქართველოში. ბაზარი პატარა, ფულის ჩადება ამაში არავის არ უნდა, სანამ ბიზნეს არ მიუდგებიან კინოს საქმეს, მანამდე არაფერი არ გამოიწვია. ყოფითხარ ფილმს ჭირდება, ფული ჭირდება, უფულოდ პროგრამები, მიკროფონი, ბუმი რომ დაიჭიროს ის არ გამოხდება, თუ არ გადაუხადე იმას ფული არ დამა. უნდა კამერატორსაც ფული უნდა, ყველას ბუმერს, ყველა მსახიობს იქ რამდენი მსახიობიც არის, რომ აჭაყო. გადასაღებ მოედანზე. ის რომ მოიყვანო და იმასაც ფული უნდა გადაუხადო. ასე ვთქვათ კატერინგი რომ მოდის, კი ბატონო, ყველას ვინც არის დამლაგებელი, ვინც ასუფთავს გადასაღებ მოედანს, იმასაც ფული უნდა გადაუხადო, რომ დაალაგოს. კინო ისეთი ძვირად ღირებული სიამოვნება, თუ ფული არ გიდევს ფილმის გადასაღებ, მე დავიწყებ და მე გადავიღებ, ეგრე არ გამოვა რაღაც. 1-2 მილიონი ლარი მაინც უნდა მიდოს, რომ დაიწყო რაღაც. ხატულ ფილმზე ვიძახე. რომეტრაჟი ხატულ ტიპად. ბატონო ზაზა, ერთი კითხვაც მაქვს, აი, რამდენად მეოჯახე ქმარია ზაზა სალია? ოჯახე ვარ კი. ანუ რამდენად კარგი მეუღლე და მამა? მეუღლე მყავს. 2 შვილი, 1 შვილიშვილი და მეორეს ვერ მოდებით. რა კარგი. მართლმადიდებელი გაგიზარდოთ. გაიხარეთ. აი ერთი კითხვაც მაქვს, ბავშვობაში გადაგაბრუნებთ ცოტა ხანი და ესეთი კითხვა მაქვს, რომ ანუ რა სკოლაში სწავლის პერიოდში რა იყო თქვენი ოცნება, თუ აი მსახიობობა იყო თავიდანვე თქვენი გადაცემა, თუ აი ესე შემდეგ უცებდა წამოვიდა. ბავშვობაში იყო ასაკში ახლა ესეთი გადაცემა კომუნისტების დროს 10,000 ზრდილობა ტელევიზიაში და იმაში ვიყავი დაკავებული. ანუ დავდიოდი, მაშინ იყო ცენტრალური პიონერული თეატრი, ახლა პიონერთა სასახლის უძა. იქ იყო დრამწრე და იქ დავდიოდი. და მასწავლებელი თამარ თეთრაძე რო დავამთავრე სკოლა, ამომწყდა ჩამებარებია თეატრალურ ინსტიტუტში. ან თავიდანვე გადაწყვეტილი ქონდათ უკვე რომ თეატრს გაყოლოდით. ახლა რომელი თეატრის მსახიობები გლანო? ახლა მე ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აი ყველაზე მეტად ახლა რო დადგეს ასეთი საკითხი. სერიალი, კინო თუ თეატრის სცენა, რომელსაც ჭოდით? ერთმანეთს ეგენი ხელს არ უშლიათ. აქ ისეთი განიბიურებული არა ვარ, ქართველი მსახიობები, კინო სერიალით რომ იმდენი სამუშაო არ არის. ეხლა მე თუ მკითხო კინო საერთოდ გაჩერებული. რაღაცა ჭირს და ვერ გავიგე რა. რას დრო გადის უფრო სერიალსაც ნაკლებს აზრებს. კინო მე მგონი რაღაც ძალიან იშვიათად გაიგებს. თქვენ ახსენეთ კინო და სერიალს ნაკლებად იღებენო. ჩემი აზრით ალბათ აქ უფრო დაფინანსების ამბავია, ანუ ფინანსები ვერ იზიებება ისე. კინო და თეატრი განსხვავდება. იქ იმდენი ფინანსები არ არის საჭირო. კინო კარგი ხობეონები, კარგი ფილმი რო გადაიღო, უნდა ფული. ჩვენი კინოცენტრს არ აქვს იმდენი ფული ახლა, რომ ამდენი ფილმები აფინანსოს.
კინოინდუსტრია მოკლედ ჩვენ ქვეყანაში ვერ არის განვითარებული. სიმართლეს რო თვალებში შევხედოთ. ასია ეს. და პოდკასტის ბოლოს რას ეტყოდით დამწყებ მსახიობებს და იმ ადამიანებს, რომელსატანია, მაგრამ ვინც არის დამოკიდებული, ასე ვთქვათ. ისიც რა თემაშიც. ჭკუა და იხმარო და მოეშვა, რა ვიცი და გამო მაგისგან აშენებული კაცი არ მინახია. გამოცდილებაც მაქვს მაგსახში საკმაო, მაგრამ რა ვიცი, არ ვარ საქმე რა, ხელოვნება და ეგ ერთმანეთს რო სუტყუილია. ვერ მეგობრობენ ეს ხელოვნება და ეგ საქმე. სუტყუილია ეს ახლა რო არ აფხიზები, უფრო კარგად ვაკეთებ რაღაცას ვიდრე ფხიზები. ეგ არის ცხაპა, ტყუილი. ვარწმუნებ ყველას, რომ ეგ ორი რაღაცა ერთმანეთში გასაგებია. ვერ ჯდება. საერთოდ ახლა თავი თუ გადადებული მაგ საქმისთვის, მაშინ ეგ სხვა საქმეა და ხელოვნება სხვა საქმეა. თავია ის მონონუქლის და ილოცონ და ყველაფერი კარგად იქნება. უნდა იცოდენ რა გინდა შენ თუ გინდა ხელოვნებაში იყო და შენი თავი იყო ხელოვნებაში მაშინ ნარკოტიკებში მაგას ვერ იპოვი რა ვერ იქნება ეგ ბოლო კეთილი ვერ იქნება და მერწმუნეთ დამიჯერ რომ ახალგაზრდებმა რომ ასე იქნება შეიძლება რაღაც ეიფორია გამოიწვიოს თავიდან, მაგრამ ამას არ იქნება არანაირი პერსპექტივა. და საერთოდ ამ საქმეში ეს არის საქმე, რომელსაც ჭირდება ფსიქოლოგიური შრომა. თავად ეს არის შრომა და ფიზიკური შრომა, ორივე ერთად. როცა ნარკოტიკებზე ხარ, ფიზიკა ადრე თუ გვიან გიყვანებს ყველა ვარიანტში. არ ამგონია რომ ფსიქიკაც კლაჩავდენი კონდეს მაგ დროს. ეს იქნება, რაც უფრო მალე მიხვდება, მე ხარ ვის სწავლებლად და დამრიგებლად არ გამოვდგენ, რაც უფრო ადრე მიხვდება ადამიანი დამაზიანებელია მით უკეთესია მისთვის. საოცარი ადამიანი ვზადებით მინდა აღნიშნო და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით სახლში, ჩემს პოდკასტში. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხართ. თქვენს რეპეტიციიდან მოდიხართ ჩემთან და არ გაქვთ იმედი რომ მთელი დღე დავждეთ და ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა. რა ბოდიში პირიქით მადლობა რომ მობრძანდით და დავამოხსნეთ და ისევ შეახსენეთ მათ შემაყურებელს თქვენი თავი. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ადამიანი, უარყოფითი როლების ოსტატი ბატონი ზაზასალია, იგივე ბოგდანა და შევხვდებით მომავალ კვირას ახალ სტუმართან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს ეს ვიდეო ძალიან ბევრ ლაიქს დააგროვებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, დროებით.